უნდა ვისაუბროთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო სიახლის შესახებ. ცოტა ხნის წინ რეგიონში პირველი დიზაინის ინსტიტუტი თბილისში გაიხსნა. რა არის დიზაინის ინსტიტუტის მთავარი მისია? ვისთვისაა განკუთვნილი, რა შესაძლებლობებს სთავაზობს ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს და მის უნიკალურ კონცეფციაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ ჩვენ გადაცემის სტუმართან ერთად. ნინო ეკაძე დიზაინის ინსტიტუტის დამფუძნებელი გახლავთ ჩვენთან ერთად. ნინო, დილა მშვიდობის და დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ცოტა ახლოს თუ შეიძლება მიკროფონთან. ნინო, პირველ რიგში საინტერესოა, ვიდრე შეიქმნებოდა დიზაინის ინსტიტუტი. აი, საიდან გაჩნდა იდეა და რა იყო მისი შექმნის მთავარი წინაპირობა? ჩვენ რადიო მსმენელს. მადლობა რომ დროს მithმობთ და ამ თემას უთმობთ დროს. იდეა რა თქმა უნდა გაჩნდა საჭიროებიდან გამომდინარე. მე თვითონ დიზაინის განათლება მაქვს. ბევრი წელი დამჭირდა იმისთვის, რაღაც კონკრეტული უნარები ამეთვისებინა. ხედავდი რამ ხელშესაძლებლობებია თვითონ შემოქმედებითი თვალსაზრისით და ვფიქრობ რომ საქართველოს იმსახურებს იმას, რომ რაღაც ეს პროფესიული და უნარების განვითარების კუთხით ინსტიტუტი არსებობდეს კონკრეტულად დიზაინის თვალსაზრისით. როგორ ჩამოყალიბდა დიზაინის ინსტიტუტის კონცეფცია და რამდენად რთული იყო ეს პროცესი და ალბათ დიდი და ხანგრძლივი პროცესი უძღოდა ამ ყველაფერს წინ? ვიტყოდი რომ უფრო ბევრი წელი უძღოდა იდეის ძიებას. ანუ ძალიან მინდოდა რაღაც კონკრეტული კოლაბორაციული პროექტი შემექმნა შემოქმედებით სივრცეში, მაგრამ ვფიქრობდი როგორ შეიძლება ის ყოფილიყო უფრო სასარგებლო, უფრო ეფექტური, უფრო მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის და რაღაც მომენტში სწავლის პროცესში ცხადად დავინახე, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ჩემთვისაც, იმიტომ რომ ყველანი ჩვენ ვეძებთ ხო რაღაც საინტერესო თემებს ჩვენს გარშემო, მიუხედავად იმისა, რომ სულ მუდმივად დაკავებული ვიყავი, მაინც სადღაც ძიების პროცესი არასდროს არ შემიწყვეტია. აი, ღია კარის დღე გაიმართა ორშაბათს თუ არ მეშლება და როგორ ჩაიარა ამ ღია კარის დღემ და რა ინტერესები გამოიკვეთა საინტერესოა და მიზნობრივი ჯგუფებიც თუ არის უკვე ჩამოყალიბებული? ღია კარის დღე პრინციპში კიდევ გვექნება, ეს არის მიზანი რომ გავაცნოთ, იმიტომ რომ პრინციპში ახალი ტიპის შეთავაზებას ვაკეთებთ და ახალია ადამიანებისთვის. ღია კარის დღე ეძღვნებოდა კონკრეტულად ჩვენს 6-თვიან პროგრამას, რომელიც არის დიზაინის საფუძვლები. ეს არის მოსამზადებელი პროგრამა დამამთავრებელი კლასებისთვის და დამწყები სტუდენტებისთვის, რომელსაც რაღაც ორიენტაცია ჭირდებათ, ამ ეტაპზე დახმარება ჭირდებათ და ძალიან ვამაყობთ ამ იდეით, ამ მიმართულებით და პირველი ნაკადი ზუსტად ეს გვაჩვენებს, რამდენად სწორად განსაზღვრეთ პროგრამა, სილაბუსი. ანუ ღია კარის დღეების პრინციპია, რომ ადამიანებს შეძლოთ მოსვლა, კითხვების დასმა, სივრცის დათვალიერება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრნაირი ადამიანი მოდის, რომელსაც მაგალითად შეიძლება თავის შვილისთვის უნდა, ან თვითონ აინტერესებს და რაღაცა სხვა მოკლე კურსებით იწყებს და ძალიან მოგწონს უკავშირი. რა თქმა უნდა. სწავლების მეთოდებზეც რომ გვიამბოთ, რაც დიზაინის ინსტიტუტის გუნდმა შეიმუშავა და ამავე დროს საინტერესოა, რა სიახლე შემოგაქვთ საგანმანათლებლო სფეროში. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი პრინციპი არის ზუსტად ეს, როდესაც ვიწყებთ ლექტორთან, მენტორთან რაღაცა კურსზე მუშაობას ან იდეაზე მუშაობას, ყოველთვის ვეკითხებით, აი თქვენ, როდესაც მუშაობდით ან განათლების პროცესში იყავით, რა გაკლდათ, რა იყო ის მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც გჭირდებოდათ და ვერ აითვისეთ ბაზრიდან და ალბათ ყველაზე დიდი მიგნება არის ის, რომ პირველ რიგში პროფესიონალები, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ, მათ ასევე აქვს ძალიან კარგი გამოცდილება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით, შეუძლიათ ისაუბრონ ნამდვილ პროექტებზე, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ სტუდენტებისგანაც ვიღებთ ამ კითხვებს, მე მაგალითად საერთაშორისო კომპანიებშიც მიმუშავია, ქართულ ტოპ ბრენდებთანაც მიმუშავია და ძალიან ხშირად მესმის, რომ მოდი ქართული ლოკალური кейსები მოგვიყევი, გვაინტერესებს როგორი იყო სცენის მიღმა, ასე ვთქვათ, კულისებში სიტუაცია, იმიტომ რომ მართლაც ადამიანს, როდესაც შეაბიჯებს პროფესიულ რაღაცა ეტაპზე, აინტერესებს რა გამოწვევები შეხვდება, სხვა როგორ გაიარეს ეს გზა და ზუსტად ეს არის ჩვენი იდეა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიწვევს საშუალება რომ მზად იყოს მომავალი პროფესიისთვის, ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია რომ ამ ეტაპზე ყველა მიმართულებას დიზაინისას მოვიცავთ, თუმცა შევეცდებით რომ მომავალი წლისთვის უკვე სრულყოფილად შევთავაზოთ ჩვენს სტუდენტებს პროგრამები, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რასაც ვთავაზობთ არის რომ შეუძლიათ ნაწილ-ნაწილ აითვისონ, იმიტომ შეიძლება მუშაობდნენ, ან მაგალითად გრძელვადიანი პროგრამები აიღონ და გაყვნენ პროცესს და ყველაზე მაგარი რასაც მიიღებენ, ალბათ არის ნამდვილ кейსებზე მუშაობა, ნამდვილ ადამიანებთან, რეალურ ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან და ასევე მივცემთ საშუალებას რომ ძალიან დაფინანსებული სწავლის, ან მაგალითად გამომუშავების შესაძლებლობა მიეცეთ. ძალიან საინტერესოა. ნინო, იმისთვის რომ ჩვენი იდეა პროექტად ვაქციოთ, აუცილებელი ფაქტორია მისი სწორი ვიზუალიზაცია, ხო? და მეთანხმებით საბოლოოდ ეს გვეხმარება, რომ დაფინანსებაც შემდგომ უკვე მოვიპოვოთ მარტივად. დღეს რა მოცემულობა გვაქვს ამ მიმართულებით? არის თუ არა პროექტების შესაბამისი ვიზუალიზაციის არ ქონა პრობლემა და ამ პრობლემის გადაჭრის გზებში თუ დაეხმარება დიზაინის ინსტიტუტი? ძალიან სწორი კითხვაა. ჩემი ძირითადი საქმიანობა არის სწორედაც რომ კრეატიული ან შემოქმედებითი ლიდერობა. მე 22 წელი თითქმის უკვე გავატარე ბიზნესთან ერთად, ეს ძალიან
მნიშვნელოვანი გამოცდილება იქიდან გამომდინარე, რომ 15 წელი დაახლოებით ლიდერული პოზიცია მქონდა, არ არის მარტივი, როდესაც რაღაცა კონკრეტულ გამოწვევებზე საუბრობ და ერთის მხრივ ადამიანებს ძალიან უჭირთ საკუთარი თავის გამოხატვა, იმიტომ რომ რატომღაც თავიდანვე დაყოფილია, რომ არიან ადამიანები, ვისაც შეუძლია ან არ შეუძლია და ვცდილობთ, რომ ეს მითიც დავარღვიოთ, იმიტომ რომ თუნდაც ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც თავის დროზე ვიღაცამ თავის კომპეტენციის ფარგლებში უთხრა, რომ შენ არ გამოგივა, ან ვიზუალიზაცია, ან ხატვა, ან თუნდაც ახსნა და კომუნიკაციის უნარი. მე ვფიქრობ, ეს არის საბაზისო უნარები, რომელიც ყველა ადამიანს უნდა მიეცეს თანაბრად, იმისთვის, რომ შეიძლება მე ის გახდეს რაღაც გამოჩენილი, რა ვიცი, არტისტი ან ხელოვანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს არ უნდა ქონდეს წვდომა თუნდაც ვიზუალიზაციის ხელსაწყოებთან, ხო? იმიტომ რომ მე შეიძლება გენიალური იდეა მაქვს და ვერ ვხსნი მას. და აქედან გამომდინარე, ბევრი პრობლემა მექმნება, ხო? დიახ, აი ყოველთვის ეს პრობლემაა, მე ვფიქრობ, აი პროექტების ვიზუალიზაციის არ ქონა. იმიტომ რომ ერთია, რომ გაქვს იდეა, მაგრამ რამდენად სწორად წარადგენ, როგორ ხედავ მას, აი როგორც რეჟისორებს აქვს რაღაც ჩანაფიქრი, როგორ განახორს კადრირებას, როგორ აკეთებენ ხოლმე იმისთვის. თუნდაც კადრირება რა მნიშვნელობას იძლევა ამ დროს, ხო? და ძალიან ეხმარებათ მე ხა ეს რეჟისორის ფუნქციაში რომ ვისაუბროთ. თემაა პრინციპში, შეიძლება თქვენ იყოთ რეჟისორი, მენეჯერი, ლიდერი, მშენებელი და პროექტირება არის აუცილებელი პროცესი და პროექტირებას რაც უფრო მაგრა აკეთებ, მით უფრო ადვილად უხსნი სხვა ადამიანებს და ერთ დეტალს დავამატებ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემას შეეხეთ. ჩემი აზრით, შეიძლება შენ არ გქონდეს უნარი და დაიხმარო რესურსები, თუმცა ძალიან ბევრ დამწყებ ბიზნესს, სტარტაპს, მეწარმეს არ აქვს ზუსტად წარმოდგენილი, როგორ უნდა ესაუბროს თუნდაც დიზაინერს, როგორ უნდა ესაუბროს თავის ამ ვიზუალიზაციის გუნდს. შეიძლება მე რაღაცა მინდა და ხშირ შემთხვევაში დამკვეთით შესწავლას უშვებს, რომ იმდანაც შეზღუდულად ხსნის ამ ნაწილს, რომ პრაქტიკულად არ უტოვებს შემოქმედებით ადამიანს შესაძლებლობას, რომ თვით გამოხატვით საუკეთესო შედეგი დაადებინოს და ჩვენ ამასაც ვასწავლით. ანუ არ არის აუცილებელი დიზაინერი იყო, იმისთვის რომ დიზაინის ინსტიტუტში მოხვიდე, პირიქით ახლა გვექნება კურსი დიზაინი არადიზაინერებისთვის, რომელიც არის მაგალითად იმ ადამიანების, ვისაც უწევს ამ გუნდებთან მუშაობა და მათ ენაზე საუბარი. ძალიან საინტერესოა. წეგან ახსენეთ, რომ 20 წელზე მეტი ლიდერულ პოზიციაზე გაატარეთ მარკეტინგის მიმართულებით. თუმცა თქვენი პირველი აკადემიური განათლება არის ვიზუალური კომუნიკაცია, დიზაინი, ხო? აი შემდგომ, როდესაც არაერთი პროექტი განახორციელეთ და ძალიან ბევრი საინტერესო და ორიგინალური პროექტის ავტორი ბრძანდებით მარკეტინგის მიმართულებით, გეხმარებოდათ თქვენი ჩანაფიქრის სწორი ვიზუალიზაცია პროექტის წარმატებით განხორციელებაში? რა თქმა უნდა, დადებითია. პასუხი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი უნარია, რომ დავარწმუნო ადამიანები ადრეულ ეტაპზე. ვფიქრობ, რომ ეს არა მხოლოდ დარწმუნების და რაღაცა წარმოდგენის და წარდგენის ნაწილში, არამედ ასევე ძალიან გეხმარება შენ საკუთარ თავთან მიმართებაში დაგეგმვის ნაწილში. მაგალითად, სულ ვამბობ, რომ იქიდან გამომდინარე მაქვს ვიზუალიზაციის უნარი, შემიძლია 5 და 10 წლიანი დაგეგმარება ვაკეთო, იქიდან გამომდინარე პროექტირებას ვაკეთებ წლების მიხედვით, ზუსტად ვიცი რა ფაზაში რა შეიძლება იყოს საჭირო და თან შემოქმედებითი უნარები გეხმარება იმისთვის, რომ ჩემ მეტი პროექტირება მოახდინო რისკების დაზღვევის მიზნით. მაგალითად, ხშირად სტუდენტებსაც და იგივე ჩემი გუნდის წევრებს ვუხსნი, რომ იმისთვის, რომ პროექტი იყოს წარმატებული, უნდა შეეცადო რაც შეიძლება მეტი სცენარი წინასწარ გაიარო ამ პროექტთან ერთად და ეს პრინციპში ბიზნესისთვისაც ძალიან მოხერხებული ხელსაწყოებია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ნებისმიერი დიზაინ პროცესისთვის. დიახ. დიზაინის ინსტიტუტი, როგორც გავეცანი, ბიზნესთან და საჯარო სექტორთანაც ითანამშრომლებს, ხო? რას მოიცავს ეს თანამშრომლობა, ნინო, საინტერესოა. ვფიქრობთ, რომ გამოწვევა, ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, რომელიც ბაზარზე გვაქვს, არის რომ სფერო, რომელიც არის შემოქმედებითი, რატომღაც უარყოფს ყოველგვარ ურთიერთობას ბიზნესთან, აღიქვას მას როგორც რაღაც სასპონსორო შესაძლებლობას და ასევე საჯარო სექტორიც არ აღიქვას ამ სფეროს იმ მნიშვნელობით, როგორც შეიძლება, რომ ყოველდღიურობაში, ანუ სიტყვაზე საჯარო ინსტიტუციები იყენებდნენ. გვაქვს ძალიან ძლიერი კრეატიული რესურსები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში რეალიზებას ვერ ახდენენ, მხოლოდ იმიტომ, რომ რეალური პრობლემა და დაკვეთა არ არის მათთან შემოსული. ან თუ შემოდი, შეიძლება ისე არის ახსნილი, რომ ვერ ხვდებიან რა მონაწილეობა. ერთი თავი პრობლემა კიდევ ერთხელ. და ეს ერთ-ერთი თემაა ჩვენთვის, რომ როგორ დავბრიფოთ, როგორ ავუხსნათ, როგორ სწორი დავალება როგორ მივცეთ, ხო? რაღაც ბევრი პრინციპია ამისთვის დიზაინში და მეორეს მხრივ ყავს ადამიანები, ვინც მუშაობენ ბიზნესში, ძალიან წარმატებული და ეფექტური ლიდერები არიან, ან სტარტაპები არიან და ზუსტად არიციან, რაში შეიძლება ეს ძალიან მაგარი შემოქმედებითი სფერო გამოიყენონ. დიახ. სწავლება არის ინგლისურ ენაზეც, ქართულად და ინგლისურად. საინტერესოა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან თუ არის დაინტერესება და რას თავაზობთ რა პრობლემა? არის და აქაც ძალიან დამაიმედებელია, რომ საქართველო ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ქვეყნებს შორის ტრენდულ ქვეყანად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური აზია, კავკასია ძალიან ინტერესდება ჩვენთან განვითარებული ციფრული და დიზაინ ტრანსფორმაციების პროექტებით. ეს არის დამსახურება როგორც დიდი ისე პატარა სტარტაპ ეკოსისტემის და ვფიქრობ, რომ საქართველოს სამაგალითო ეკოსისტემა აქ დღეს შექმნილი ციფრული და ციფრული კომუნიკაცია და ციფრული პროდუქტები პრინციპულად არ არსებობს დიზაინის გარეშე. ანუ ჩვენ გამოგვიწია, რომ დავწეოდით დიზაინის სტანდარტებს, ვიზუალიზაციის სტანდარტებს და პრინციპებს დიზაინისას, ისე რომ განათლების
კურსების სისტემა ამისთვის მზად არ გქონდა და ალბათ ეს არის სადაც შეიქმნა ეს იდეა, ხო, დიზაინის ინსტიტუტი, იმიტომ რომ ერთის მხრივ ვქნით პროდუქტებს, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის დიზაინია და ამ შემთხვევაში მხოლოდ ვიზუალურ მხარეს არ გულისხმობ და ინტერფეისს გულისხმობ, რომ მის უკანაც დიზაინ პროცესებია, იმიტომ რომ იგივე UX-ი როცა ვსაუბრობთ, ეს არის რა გზას გადის ჩვენი მომხმარებელი იმისთვის, რომ რაღაც ღილაკების მეშვეობით მიიღოს სერვისი, ხო? ძალიან მაღალი დონის განვითარებული სერვისები გვაქვს ციფრული, თუნდაც საჯარო ან კერძო და მეორეს მხრივ არ გვაქვს ინსტიტუცია, რომელიც ამას ასწავლის. ეს არის ზუსტად ჩვენი ადგილი ამ შემთხვევაში და ძალიან საინტერესოა, კი ქართველებს ხშირად თვით კრიტიკა საკმაოდ მაღალ დონეზე გვაქვს თვითქებასთან ერთად, მაგრამ ძალიან საინტერესოა როგორ უყურებენ სხვა ქვეყნები ამ განვითარებას და მე მაგალითად ამერიკაში მომიწია რაღაცა პერიოდი ყოფნა გაზაფხულზე და ძალიან საინტერესოა საშუალო და მცირე ბიზნესის წარმატებები, სტარტაპ ეკოსისტემის წარმატებები და დიდი კომპანიების განვითარება, რომელიც პრინციპში ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, თუ შევხედოთ ვიზუალურ და დიზაინის მხარეს და საიდან მოდის ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. რამდენად დიდი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია ამ სფეროს და რა ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი ლიდერი ამ მიმართულებით? მე სუბიექტური ვარ, ძალიან გულშემატკივრობ ამ სფეროს, თუმცა ვფიქრობ, რომ გვაქვს პოტენციალი, ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია ყველას ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს ზუსტად ჩვენი მდებარეობა, კულტურული ცვლილება, ეს გამტარობა, რომელიც საქართველოს ბუნებრივად აქვს თავისი მდებარეობიდან გამომდინარე და მოდით ისიც ვთქვათ, რომ ჩვენ ვერ აღვიქვავთ საკუთარ თავს როგორც ლოკაციას და მე ძალიან ხშირად მიწევს დაახლოებით 20 ქვეყანასთან ურთიერთობა, რომელთანაც მუშაობ, მეგობრობ და ასე შემდეგ და მათთვის ჩვენ ვართ გზა ევროპისკენ, გზა ზღვისკენ, ზღვა რაღაცა ისეთი ეკონომიკური განვითარებისკენ და ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ ძალიან მაგარი კომუნიკაციური და საკომუნიკაციო ფუნქცია შევითავსოთ. და მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს რაღაც სტრატეგიული პრიორიტეტი. ვფიქრობ, რომ რაღაც დონეზე ჩვენ ამას როგორც ქვეყანა ვამუშავებთ, თუმცა კერძო და არა მაინდა-მაინც საჯარო სექტორს შეუძლია, რომ ძალიან ბევრი კარგი რამ აკეთოს ამ მიმართულებით. თუნდაც როგორ ვაპოზიციონირებთ ჩვენი შემოქმედებითი რესურსების ექსპორტს, როგორ ვაკეთებთ ამ ყველაფრის რეალიზებას, რამდენად ჩვენ გვაქვს უნარები, რომ გავყიდოთ ეს სერვისები, იმიტომ რომ პრინციპში ახლა ერთ-ერთი დიდი პრობლემა რაც გვაქვს, ისევ და ისევ კომუნიკაციაა, იმიტომ რომ საკმაოდ მულტიკულტურულ სივრცეში ვართ, რომელშიც განგვასხვავებს ჩვენი ცოდნა ენის თვალსაზრისითაც და რა ვიცი, თუნდაც რელიგიის თვალსაზრისით, საკმაოდ ცუდად ვიცნობთ ჩვენს სამეზობლოს, საკმაოდ ცუდად ვიცნობთ ჩვენს უახლოეს ევროპულ მეზობლებს და ვფიქრობ, რომ მაგ თვალსაზრისით ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, თუმცა პოტენციალი არის უზარმაზარი. ანუ ხშირ შემთხვევაში ჩვენ როდესაც ვესაუბრებით ადამიანებს, მე ძალიან დიდი დრო გავატარე მეზობელ ქვეყნებთან, გუნდები მყავდა იმ ქვეყნებში, ძალიან მაგარი შესაძლებლობაა და ძალიან მაგარი დამოკიდებულებაა საქართველოს მიმართ, მართლა აღფრთოვანება მუდმივად, თუმცა ეს არის რაღაცა პათეტიკური აღფრთოვანება, მართლა ფიქრობ მე, რომ საკმაოდ წინ ვართ ბევრ სფეროში. ამ კუთხით ვფიქრობ, რომ ჩვენ ვერ აღვიქვამთ იმ გეოგრაფიას, რომელშიც ვართ და ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, რომ თუნდაც პატარ-პატარა სტარტაპებს ესმოდეთ, რამხელა პოტენციალია 60 და 70 მილიონიან ქვეყნებში გარშემო. ანუ ჩვენ გარს გვაკრავს დაახლოებით 150 მილიონი მოსახლე, რომელიც პოტენციალურად ჩვენი მომხმარებელია, კრეატიული რესურსები იქნება თუ არ ვიცი, სხვა ეკონომიკური მიმართულებები, რატომაც არა. ნინო, დიზაინის ინსტიტუტის სწავლებას რომ დავუბრუნდეთ, რა ხანგრძლივობისაა სასწავლო კურსები და როგორ არის განსაზღვრული დროები, აი დღევანდელი აჩქარებული ტემპიდან გამომდინარე, რთულია დროის ეფექტურად დაგეგმვა და რას თავაზობს დროის რა პერიოდს და როგორ არის მორგებული? ჩვენ ერთის მხრივ მოვერგეთ მომუშავე ადამიანებს, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ მათ ძალიან ჭირდება რაღაც დამატებითი პატარ-პატარა შესაძლებლობები და ამ კუთხით უკვე დავიწყეთ და აი გუშინდელი დღის ჩათვლით ორ კვირაში პრინციპში სადღაც 200 ადამიანამდე ყავს დღეს უკვე მოკლე კურსებზე სწავლობს. 5 მარტიდან იწყება რეგისტრაცია გრძელ კურსზე, ეს არის უფრო მორგებული სტუდენტებზე, როგორც თქვი და მოსწავლეებზე. მათთვის ეს არის საორიენტაციო პროგრამა და სამუშაო სასწავლო დრო არის სკოლის ან უნივერსიტეტის ინსტიტუტის შემდეგ, რაც ასევე უწყობს მათ ხელს, რომ რაღაცა მოქნილები იყვნენ სწავლასთან მიმართებაში და აქაც შევეცდებით, რომ არ დაიღალონ, მაქსიმალურად შევეცდებით დავიცვათ ისინი მეტი დავალებებისგან. ანუ პრინციპში სწავლობენ შუა დღის განმავლობაში, ისე რომ ეფექტურობა იყოს მაღალი მათთვის და გვაქვს საღამო, როდესაც მაგალითად ღონისძიებები, შეკრებები და ასევე სამსახურის მერე ადამიანები სწავლობენ. გვაქვს შესაძლებლობა, რომ ადამიანს შევთავაზოთ რაღაცა 1 დღიდან 3 თვემდე კურსი, რომელიც არის მარტივი და ჩქარი, რაც ჭირდება, რომ უცებ აითვისოს, მათ შორის შეიძლება იყოს პატარა კონფერენცია, ფესტივალი ასე შემდეგ და გვაქვს მეორეს მხრივ გრძელვადიანი კურსები, რომელიც არის 6 თვე და მეტი, იმისთვის რომ რაღაცა კონკრეტულ თემას საფუძვლიანად არ შემიძლია არ აღვნიშნო დიზაინის ინსტიტუტის ადგილმდებარეობა და ისტორიული შენობა ქალაქის ამ უძველეს უბანში, თქვენ თვითონ გითხარით მე სად მდებარეობს და მე ვფიქრობ, რომ ეს გარემო და ეს არქიტექტურული ნაგებობაც და უბანიც ძალიან კარგად არის მორგებული იმ ჩანაფიქრს, რასაც ემსახურება დიზაინის ინსტიტუტი, რომ გითხრათ სად მდებარეობს და როგორ შეარჩიეთ, როგორ მიხვედით ამ შენობამდე? როდესაც იდეაზე ვსაუბრობთ, აი ზუსტად ყველაზე დიდი დრო წაიღო შენობის შეერჩევა, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ერთის მხრივ თვითონ შენობას განსაკუთრებული მნიშვნელობა
მნიშვნელობა ქონდა ამ შემთხვევაში არა ფუფუნების თვალსაზრისით, არამედ იმისთვის, რომ ყოფილიყო სიმბოლო თავისთავად. მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერგებოდეს და ტრანსფორმირდებოდეს იმ სასწავლო პროცესთან მიმართებაში, რომელიც გვაქვს ვფიქრობ ის შენობა, რომელიც დღეს ჩვენ ასე ვთქვათ, განკარგულებაშია, უზნაძის 82-ში, ეს არის 19 საუკუნის შენობა, რომელიც ვიზუალურად ძალიან კარგად ასახავს ქართულ კულტურას და შიგნით გვაქვს პრინციპში ესეთი საკმაოდ ღია სივრცე, რომელიც აძლევს აი თუნდაც ტრანსფორმირების საშუალებას. გუშინ მყავდა 80-მდე ადამიანი სტუმრად, პარალელურად ქონდა ლექცია, მაგალითად ზეგ კიდევ ერთი დიდი ღონისძიება გვაქვს და ერთდროულად შეგვიძლია როგორც პატარა კურსი მივიღოთ, ისე მაგალითად ტერასაზე გქონდეს ღონისძიება ან კინოს ჩვენება, რაც ასევე ძალიან იშვიათობარი საქართველოში სივრცის თვალსაზრისით. ნამდვილად. აი პერსპექტივებზეც რომ ვისაუბროთ, რა არის მთავარი, აი რისის შეცვლაც გინდათ და აი თქვენი ამ დიზაინის ინსტიტუტის ჩანაფიქრის მთავარ მიღწევად რას ჩათვლით? სიმართლე რომ გითხრათ, თავი მიზანი არის გავზარდო თაობა, რომელსაც ეცოდნება დიზაინის პრინციპები და გამოიყენებს ამას ყველა სფეროში. ძალიან წარმატებულად ჩავთვლით თავს, თუ წელიწადში 10 ესეთი სპეციალისტი მივეცით ქვეყანას და 10 წელიწადში 100, ხო? თორე ეს არის უნივერსალური ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ბევრი პრობლემის, ბევრი საკითხის მოგვარება თავისი უნარებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ დიზაინის პრინციპები, დიზაინის ფიქრი, რომელიც ახლა ძალიან პოპულარულია, პრინციპულად არის დიზაინერივით ფიქრი, რომელსაც შეიღებთ ნებისმიერ სფეროში. და ამ შემთხვევაში შეიძლება ამოხსნას სოციალური პრობლემა, შეიძლება აღმოფხრა ისეთი საკითხი, რომელსაც აქამდე ვერ მოუძებნეს რაღაცა კონკრეტული გადაწყვეტა. იმიტომ რომ შემოქმედებითი უნარები გაქვს, იმიტომ რომ იცი როგორ დაგეგმო, იმიტომ რომ იცი როგორ იფიქრო სხვანაირად, როგორ დასვა კითხვები, როგორ გამოიკვლეო. მეორეს მხრივ ჩვენი მიზანი არის, რომ ამ პროფესიაში და ზოგადად პროფესიული უნარების თვალსაზრისით წინ წამოწიოთ ეს თემა, იმიტომ რომ არის აუცილებელი ყველას გქონდეს უმაღლესი განათლება რაღაც კონკრეტულ სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე დავეხმაროთ ახალგაზრდა თაობას, რომ ჩამოყალიბდნენ ინტუიტურ დონეზე არ ქონდეთ წარმოდგენილი რა არის ეს პროფესია და ეს უნარები ყველა ადამიანს მე გამოადგება. არ არსებობს, რომ ვიზუალური კომუნიკაციის უნარი ადამიანს მომავალში არ გამოადგეს. ხო, ანუ ეს დაკარგული დრო ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება. და მესამეულად ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს გახდეს ჰაბი ამ ტიპის სოდნის, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ სტუდენტები. და ბოლოს კიდევ ერთხელ რომ ვუთხრათ, როგორ არის შესაძლებელი ინსტიტუტში მოხვედრა და ასაკობრივ ზღვარზეც რომ გითხრათ. ვებგვერდი არის ყველაზე კარგი საშუალება, რომელზეც სრულად არის აღწერილი ჩვენი ლექტორების შესახებ ინფორმაცია და ყველა კურსი მოკლედ და ასე ვთქვათ პროგრამული ნაწილის გამოტანილია. პროგრამის ნაწილში გვაქვს საჭიროება, რომ გავესაუბროთ სტუდენტებს იქიდან გამომდინარე, რომ სწავლა რთულია, მიღება ადვილია, თუმცა ჩვენი მიზანი არის, რომ ადამიანებს არ მიეცოთ რაღაც წინასწარი ბარიერი, მაგრამ მე მაქსიმალურად მოვთხოვოთ დისციპლინა იმისთვის, რომ უბრალოდ ერთმანეთს შეუწყონ ხელი სწავლაში. ანუ გრძელ პროგრამებზე გვაქვს რეგისტრაცია და გასაუბრების პრინციპი და რაც შეეხება მოკლე პროგრამას, ნებისმიერ ადამიანს ვებგვერდის მეშვეობით შეუძლია წამიერად მიიღოს მონაწილეობის უფლება, რა თქმა უნდა, თუ შევსებული არ არის კურსი და ჩაერთოს სასწავლო პროცესში. მე მინდა რომ ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო დიზაინის ინსტიტუტს, მთელ შემოქმედებით გუნდს, ნამდვილად საპასუხისმგებლო მისია გაქვთ თითოეულ თქვენგანს და სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს კი ვუსურვებ, რომ აი თავიანთი ჩანაფიქრის, სწორი ვიზუალიზაცია მოეხდინოთ და შემდგომ უკვე რაღაცნაირად სწორად და წარმატებით მიეტანოთ მომხმარებლამდე, თუ ვისთანაც იქნება ეს მიზნობრივ სეგმენტზე ჩაფიქრებული თითოეული პროექტი. დიდი მადლობა ნინო, ასეთი საინტერესო საუბრისთვის, დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, ჩვენ რადიო მსმენელს კი რომ ნინო ეგაძე დიზაინის ინსტიტუტის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად.